მივიდნენ ადგილზე, რომლის სახელი იყო გეთსიმანია და უთხრა თავის მოწაფეებს. ისხედით აქ სანამ ვლოცულობ. წაიყვანა თავისთან პეტრე, იაკობი და იოანე. იწყო წუხილი და ურვა. უთხრა მათ: სასიკვდილოდ არის დამწუხრებული ჩემი სული. იყავით აქ და იფხიზლეთ. ცოტა გაიარა, დაემხო მიწაზე და ლოცულობდა, რათა თუ შესაძლებელი იყო, ასწლნოდა ეს ჟამი. თქვა: აბა, მამაო, შენთვის ყოველივე შესაძლებელი. ამაცილე ეს სასმის, მაგრამ არა რაც მე მსურს, არამედ რაც შენ. მოვიდა და ნახა ისინი მძინარენი და უთხრა პეტრეს: სიმონ გძინავს? ვერ შეძელი ერთ საათს გეფხიზლე. იფხიზლეთ და ილოცეთ, რომ არ ჩავარდეთ განსაცდელში. სული მხნია, ხოლო ხორცი უძლურა. კვლავ წავიდა, ლოცულობდა და იმავე სიტყვებს ამბობდა. მობრუნდა და მძინარენი ჰპოვა ისინი, ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ და არ იცოდნენ რა ეპასუხათ მისთვის. და მოვიდა მესამედ და უთხრა მათ: თქვენ ისევ გძინავთ და ისვენებთ? კმარა, მოვიდა ჟამი. აჰა, კაცის ძე გადაეცემათ სოდვილთა ხელთ. ადექით და წავიდეთ. აჰა, მოახლოვდა ჩემი გამცემი. ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა, რომ აჰა, მოვიდა იუდა 1-12 და მასთან ერთად ხალხი מחვილებით და კეტებით, მგდელთა ვართაგან, წიგნობართაგან და უხუცესთაგან. ხოლო მის გამცემს მიეცა მათთვის ნიშანი და ეთქვა: ვისაც მე ვეამბორები, ის არის იგი, შეიპყარით და დაცვით წაიყვანეთ. მიეჭრა მას და უთხრა: რაბი, და ეამბორა მას. მათ კი ხელი დაადეს მას და შეიპყრეს იგი. ერთმა იქ მდგომთაგანმა იძრო მახვილი, დასცხო მგდელთავრის მონას და ყური ჩაათავა. მაშინ იესომ უთხრა მას: თითქოს ავაზაკის წინააღმდეგ, מחვილებითა და კეტებით მოხვედით ჩემს შესაპყრობად. ყოველ დღე თქვენთან ვიყავი ტაძარში და გასწავლითით და არ შეგიფყრივათ. მაგრამ რათა აღსრულდეს წერილები. მაშინ მიატოვეს იგი და ყველანი გაიქცნენ. ერთი ვიღაც ჭაბუკი, რომელსაც შიშველს სხეულზე ტილო მოესხა, მიჰყვებოდა მას და შეიპყრეს იგი. შეატოვა ტილო და შიშველი გაიქცა.